განათლების სამინისტროსთან ვართ შეკრებილები, მშობლები, განათლების სპეციალისტები, მასწავლებლები, ფსიქოლოგები და სპეციალურად შევიკრიბეთ, იმიტომ რომ სხვანაირად ამ ხალხს საზოგადოების არ ესმის და ყველაზე ახლოდან გვინდა რომ გავაგონოთ ჩვენი ხმა, რომ იმ ეგრეთ წოდებულ რეფორმას, რაც დაანონსეს, არაფერი კავშირი არ აქვს განათლების ხარისხთან და ხელმისაწვდომობასთან, პირიქით, თქვათ, ის აღვივებს უთანასწორობას, პირიქით ფორმალურ განათლებას 3 წელს აკლებს, ზოგადი განათლების მნიშვნელობას აბსოლუტურად აკნინებს და რაღაცა თურმე უმაღლესისთვის მოსამზადებელ ცენტრად გადააქცევს სკოლას. ამ ყველაფრის შეფუთვას ცდილობენ რაღაცა დეკორაციებით და სკოლის ფორმებით და კიდევ სხვა ტიპის ინიციატივებით, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, მაგალითად, თქვათ, მოსწავლეების აკადემიური მოსწრება გაუმჯობესდება თუ არა, მაგალითად, მასწავლებლების შრომითი პირობები გაუმჯობესდება თუ არა, სკოლის ინფრასტრუქტურა გაცილებით უფრო კეთილმოწყობილი გახდება თუ არა, ხო, ჩვენ ვიცით, რომ სკოლების უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 60% უბრალოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძრებს, სრულიად ანტისანიტარული მდგომარეობა არის და იმის ნაცვლად რომ ამას ვებრძოლოთ, თურმე რაღაცა ესეთი გაუგონარი ტიპის ცვლილებები შეაქვთ, თან ესე იგი არავისთან არ ჰქონდათ კონსულტაცია გავლილი და ეხლა უკვე დაანონსებულ ცვლილებებზე და მიღებულ ცვლილებებზე დადიან და ვითომ მასწავლებლებს და მშობლებს ხვდებიან, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ჩვენ პროტესტი გამოვთქვათ, წინააღმდეგობა გამოვთქვათ, სხვა შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ გაცილებით უფრო გაუარესებულ შედეგებს და ფაქტობრივად ჩვენ გვეყოლება დაკარგული თაობა, სადაც ეუბნებიან, რომ ესე იგი ელიტებისთვის უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომი იქნება და დანარჩენი საზოგადოებისთვის უმაღლესი განათლების კარი იკეტება და გარდა ამისა, რაც თავარია, იზოლაციონისტური პოლიტიკა არის, როდესაც მოსწავლეთა უდიდეს ნაწილს, აბიტურიენტთა უდიდეს ნაწილს ფაქტობრივად კარს უკეტავენ საზღვარგარეთ სწავლა-განათლების მიღებისათვის. წლებია ჩვენ ლაპარაკობთ მაგალითად ისეთ პროგრამებზე, როგორც არის სასკოლო კვება ან სტუდენტური საცხოვრისი და ნაცვლად იმისა, რომ აქეთკენ გადაიდგას ნაბიჯები, აი ამ დეკორაციულ ცვლილებებს იღებენ.